პლატფორმებზე იმედი ჯიმ, აი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს პარასკევია და იცით რომ ამ დროს გვერდება კახა გელაშვილი, რომელსაც სიამოვნებით მივესალმები დილამშვიდობისაკენ. დილამშვიდობისა, დათო, მოგესალმებით ვირფასო მეგობრებო. დრასაკურველია მომდევნო დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრებთ სპორტზე, მაგრამ ვიდრე სპორტზე საუბარს დავიწყებ, კახა არ შემიძლია არ აღვნიშნო. ჩვენ სანამ აქ ამ საქმით ვართ დაკავებული, 4 ასტრონავტი კვლავ კოსმოსშია, ის მთვარეზე მიემგზავრება ეს მისია მოკლედ და 1972 წლის შემდეგ, ფაქტობრივად 50 წელი გავიდა, ადამიანი ისევ ინტერესდება მოკლედ მთვარის გამოკვლევით. ეს მნიშვნელოვანი მისია იქნება, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა, ამ ძვირფასმა ხალხმა უნდა შეძლონ და იმ ბნელ მხარეში შევიდნენ, შემოუარონ უნდა მთვარეს, რომელმაც საინტერესო ინფორმაცია უნდა ჩამოგვიტანოს აქ ადამიანებს, კაცობრიობას და ეს მისია დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება, ისინი 6 დღეში დაახლოებით უკვე იქნებიან მთვარეზე და განსაკუთრებული ეს იმით არის, რომ ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ დედამიწიდან, რომელსაც სამხრეთი მხარე ქვია და ჩვენთვის ბნელი მხარე მთვარის შეუსწავლელია, მაგრამ ზუსტად იგივე პროცესები მიდის, ხო, როგორც აქეთ და დაახლოებით 40-45 წუთი ექნებათ წყვეტა ასტრონავტებს დედამიწასთან და შემდეგ ისინი გარკვეული მანევრირებით და ხო, მთვარის გრავიტაციით გამოიყენებენ იმას, რომ კვლავ დედამიწაზე დაბრუნდნენ. ძალიან მართლა ეს არის ხო, საკაცობრიო, ფიქრობ, გენია, რომელსაც ადამიანი, მე მგონი არსებობიდან, დასაბამიდან ისწრაფის რომ გაარკვიოს რა ხდება იმის მიღმა, რასაც ვერ ხედავს. ხო, Pink Floyd-ი ვახსენე, ცნობილი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯგუფი და მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომი მთვარის ბნელი მხარე, ესე ქვია Dark Side of the Moon, სულ მაინტერესებდა რა ბავშვობაში საერთოდ შემდეგ ხო, ხა ჩამოვლენ ჩვენი მეგობარი ასტრონავტები და გვეტყვიან რა ხდება იქ და ეს დამატებით შესაძლებლობებს აჩენს. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ მთვარე ადამიანისთვის, დედამიწისთვის, მაშასადამე არის მნიშვნელოვანი, სწორედ სასიცოცხლო, ასე ვთქვათ, რესურს ის ქმნის თავისი არსებობით, მაგრამ რეალურად ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ იქნებ თავი დააღწიოს ოდესღაც დედამიწას და სხვა პლანეტისკენ გაიხედოს და ეს მხოლოდ საცხოვრებელი მისიით არ იქნება, რასაკვირველია, მას მუდმივად აინტერესებს, თქვათ, რა პროცესები მიმდინარეობს, იმისთვის რომ უფრო მეტად ვიცოდეთ, რა გველოდება, რა გვემუქრება. Marsთან ეს დაწყებული რაღაცნაირი მომავლის იმედებისთვის ეს მთვარე არის ფაქტობრივად შუამავალი, იმიტომ რომ ჩვენ იქ უნდა გამოვიყენოთ ის საშუალება, რომ შემდეგ ესე იგი თუ მთვარეზე 6 დღე გვჭირდება, მარსეც თითქმის 6-დან 9 თვემდე გვჭირდება ჩასვლა და ამისთვის გამოვიყენებთ მოკლედ ამ ჩვენ მთვარეს. აი რაზე ვლაპარაკობთ? წარმოუდგენელი იქნებოდა ხო ჩვენ რო თუნდაც 100 წლის წინ აქ ამ სტუდიაში ვყოფილიყავით ამ თემებზე საუბარი. მით უმეტეს მთვარეზე, როდესაც პირველად ეწვია ადამიანი მთვარეს, დღემდე მიდის გუშინ სკოლა საუბარი, დღემდე მიდის საუბარი, რომ ის არ იყო რეალობა და რომ ის დადგმული იყო, ჰოლივუდის ფანტაზია და რა თქმა უნდა, ყველა კონსპირაცია, აბსოლუტურად ყველა სფეროში, ის კი არა ეხა მთვარიდან სპორტში რომ დავუბრუნდეთ, იტალიის ნაკრები რო ვერ გავიდა, აი ამასაც კი ესე ბევრი ფიქრობს, რომ სპეციალურად რომ რევოლუცია უნდა დაწყებულიყო იტალიურ ფეხბურთში და აი ამ აბსოლუტურად ყველაფერში ხედავენ ესეთ კონსპირაციებს. კი ბატონო, რადგან იტალია ახსენე, მოდი დავიწყოთ იტალიით. ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ რა დაემართა იტალიას და რეალურად ამ ფიასკოს შემდეგ უკვე წამოგვეწია შუადღისთვის ინფორმაცია, რომ გადადგა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. და მის შემცვლელთა შორის სახელდება რობერტო ბაჯოს გვარიც. ეს რეალობა შეესაბამება თუ შეიძლება ითქვას, კლავაც რაღაცა ჭორი საგანია, ასე ვთქვათ. რობერტო ბაჯოს გვარმაც გაიჟღერა, კი გუშინ გადადგა გაბრიელე გრავინა, პრეზიდენტი, რომლის გადადგომას პრინციპში ივარაუდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ
ყველა გამოწვევები, რაც კი იტალიის საფეხბურთო ნაკრების წინაშე იდგა, ასევე საკლუბო დონეზე, ვერც ერთის დადებითად გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, ვიცით, ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ კლუბებს რა დღე ეძიათ, მეოთხედფინალში გავიდა მხოლოდ ერთი გუნდი, მეორე ფინალში უფრო სწორად ატალანტა და ისიც რამის ორნიშნა სხვაობით განადგურდა. ინტერი, იუვენტუსი საშუალო გუნდებმა დაიფრინეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ფიასკო მორიგი ზედზედ მესამე, გრავინას ხელში მეორეა და მოკლედ წავიდა ამ სავარაუდოდ შეიძლება დღესვე ამ საათები ვაშორებს თავარი მსვლელის გადადგომასთან ჯენარო გატუზოც უკვე მზად არის ასასვლელად და რაც შეეხება რობერტო ბაჯო, იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ალბათ ჩემი თაობის ყველაზე საყვარელი იტალიელი ფეხბურთელი კი იტალიას მრავლად ყავდა დიდი ფეხბურთელები, თუმცა ბაჯო გამორჩეული იყო. მე მაგალითად არ ვარ დიდი გულშემატკივარი იტალიის ნაკრებისა, მაგრამ ბაჯო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია. რატომ გაიჟღერა ბაჯოს გვარმა, როგორც ცნობილია, რობერტო ბაჯო წლების წინ 2000-იანების დასაწყისში იყო იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში თანამდებობაზე, საკმაოდ ესეთ სოლიდურ პოზზე და მან როგორც ირკვევა ეხლა გაზდა დელა სპორტმა გამოაქვეყნა გუშინ, ბაჯომ 50 თანამოაზრესთან ერთად მისი თაოსნობით დაწერეს იტალიური ფეხბურთის განვითარების გეგმა, მომავლის განახლება, ესეთი სათაურით 900 გვერდიანი. ბაჯო მარტო კარგი ფეხბურთელი არ იყო, ის ეთქობა როგორც ჩანს და როგორც ეკნაკლებად ვიცით, მისი ბიოგრაფია, ვისაც საკითხული აქვს, საკმაოდ ესეთი მოაზროვნე ადამიანია და მან განჭვრიდა, რომ ეს დღეს რაც ხდება 2000 წელსო, თქვათ, უახლოეს მომავალში ეს ძალიან დიდ კრიზისში გადაიზრდება და მოკლედ დაწერა ესეთი 900 გვერდიანი წიგნი, როგორ უნდა მოხდეს იტალიური ფეხბურთის განვითარება და თქვათ ის სამომავლოდ წარმატებები. თუმცა როგორც ჩანს, არავინ ყურად არ იყო, არაფრად არ მიიღეს ბაჯოს ეს წიგნი და აი გუშინ გამოჩნდა, რომ ეს არსებობს ეს განვითარების იტალიური ფეხბურთის განვითარების გარკვეული გზები, ხო? და აი ამ კუთხით არის, რომ ეს თუ გახდა აქტუალური და აქ თუ ესე ვთქვათ გაითვალისწინეს ის ხედვები, რასაც ბაჯო 15-16 წლის წინ ხედავდა და მიაჩნდა პრობლემად, შესაძლოა უკვე ეს აუცილებელიც იყოს უკვე და არის კიდევაც. სხვადასხვა ზუსტად იმავე პერიოდში გერმანულ ფეხბურთში, ასევე გერმანული ფეხბურთის ლეგენდა 90-იანი წლების შუადან 90-იანების ბოლომდე იყო ესეთი დიდი ფეხბურთელი მატიას ზამერი, რომელმაც ტრავმის გამო ნაადრევა დაასრულა კარიერა და შემდეგ ისიც მუშაობდა საფეხბურთო სტრუქტურებში, გერმანულ საფეხბურთო სტრუქტურებში და ეს პერიოდი 2000-იანების დასაწყისი, როდესაც გერმანულ ფეხბურთს ღრმა კრიზისი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრები ფინალში გავიდა და იმ ლეგენდარულ ბრაზილიასთან დამარცხდა. მიუხედავად ამისა, კრიზისი იყო თვალშისაცემი, იყო ფეხბურთელების ნაკლებობა, ეთნიკური გერმანელები იშვიათი იყო, როგორც ახლა თქვა საფრანგეთშია, იგივე თქვა სხვა ქვეყნებში. და ზამერმა დაწერა ასევე ესე იგი საფეხბურთო განვითარების მისი ხედვა თუ როგორ შეიძლებოდა ამ ჩიხიდან გამოსვლა და შემდეგ ყურად იღეს გერმანელმა ჩინოსნებმა ზამერის ეს შენიშვნები და დაიწყო გრანდიოზული ცვლილებები გერმანულ ფეხბურთში, როგორც იქ წერენ არნახული ცვლილებები, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად მიმდინარეობდა. რეფორმები დაიწყო, მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდული აკადემიების გაძლიერება. ყველა კლუბი გერმანიაში ვალდებული იყო, რომ ქონოდა საფეხბურთო აკადემია ბავშვებისთვის ასაკობრივი და შემდეგ იქიდან აერჩიათ ნიჭიერი ფეხბურთელები, რაც რა თქმა უნდა წაადგებოდა დიდ ფეხბურთს, ასევე მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა დაიწყო უდიდესი და უამრავი სპეციალისტი წამოვიდა გერმანელი ახალგაზრდა, რომლებიც დასაქმებულია ბუნებრივია ამ მასში კლუბებში და შედეგად თვალსაჩინო შედეგი მივიღეთ. გერმანული ფეხბურთი არის რამდენიმე წელიწადში, დაახლოებით 10-12 წელიწადში
გერმანია გახდა მსოფლიო ჩემპიონი. როგორც ვიცით, 2014 წელს ფურორი მოახდინა, გააცამტვერა ბრაზილიაში ბრაზილიის ნაკრები და დღემდე მიდის გერმანული ფეხბურთის ეს გერმანიის ნაკრები ყოველთვის უკვე ეს ბოლო ისევე როგორც ადრეც იყო არის ფავორიტი ნებისმიერ ტურნირზე, რასაც ვეღარ ვიტყვით უკვე იტალიის ნაკრებზე. აი ხა მიდის თქვათ მსჯელობა 22 ივნისს ჩაენიშნა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები და ლეგა კალჩოს საპრეზიდენტო არჩევნები და ჯერჯერობით გამოკვეთილი ფავორიტი თქვათ ვინ იქნება თქვათ და აი ამ ადამიანებს შორის ვიზეც მიდის საუბარი რობერტო ბაჯო ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება ხო არიან ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანები დასახელები პაულო მალდინი სახელდება იგივე ლეგენდა იტალიური ფეხბურთისა მილანის იტალიის ნაკრების კაპიტანი ასევე იგივე ადრიანო გალიანის ასახელებენ რომელიც მილანის ვიცე-პრეზიდენტი იყო და საფეხბურთო წრეებში ასეთი ავტორიტეტი, დიდი ავტორიტეტი, სილვიო ბერლუსკონის მარჯვენა ხელი, მფლობელი ბერლუსკონი იყო მილანის და ფაქტობრივად გალიანი მართავდა და ჯოვანი მალაგო, ასევე ფავორიტად ჯერჯერობით ამ პიროვნებას ასახელებენ იტალიის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი. ხო, მოკლედ ძალიან დიდი ასე ვთქვათ ვნებათა ღელვაა იტალიაში და აი ბაჯომ ამ კუთხით გაიჟღერა და ბაჯოს ეს 900 გვერდიანი წიგნი ალბათ მზის სინათლეს იხილავს უკვე აქტიურად იქ არავინ არ იცის აი რა კონკრეტულად რა ხედვები ქონდა მაგრამ ფაქტია უკვე გამოცემული აქვს თუ თაროზე აქვს ჯერ შემოძებული გამოცემული არის ის ფოტოს ნანახია მაქვს გამოქვეყნებული იყო გაზეთებში სადაც ეს სკელტანიანი დიდი წიგნი უჭირავს ბაჯოს საჩვენებს რომ ასე აი აქ წერია ის ანუ მაშინ ქონდა გადარჩენის გეგმა. კაი, კახა იცი რა მაინტერესებს, როდესაც გარკვეული კრიზისული სიტუაცია ექნება ნაკრებს და ჩვენ ვხედავთ რომ ეს გუშინ არ დაწყებულა ფაქტობრივად 2006 წლიდან მოყოლებული აგერ უკვე 2000 წელია ეს მდგომარეობა მიზეზებს რო იკვლევენ თქვათ რა შეიძლება იყოს რა სახელდება მთავარ გამოწვევად პრობლემად როგორც ნებისმიერ სფეროში საჭიროა თანამედროვეობას აეწყოს ფეხი აუწყოს იმ ამა თუ იმ ორგანიზაცია იქნება თუ თქვათ გუნდი ამ შემთხვევაში თუ თქვათ ის ჯგუფი რომელიც თქვათ ვალდებულია რომ წარმატება მოუტანოს ხო საქმიანობით ნაკრები იქნება ეს თუ თქვათ სხვადასხვა ორგანიზაცია აი ამ შემთხვევაში როგორც ახლა ჩანს იტალიურ ფეხბურთში კრიზისი დაიწყო ზუსტად 2000 წლებიდან პირველ რიგში ბავშვთა სკოლები, ბავშვთა აკადემიები სწორედ თავი და თავი პირამიდის თავი არის სწორედ ეს რომ ახალი თაობა უნდა გამოჩნდეს რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს თქვათ ის ვეტერანები რომლებმაც თავიანთი საქმე უკვე გააკეთეს. აი ამ ხრივ უკვე 2000-იანი წლების სადღაც შუა პერიოდიდან გამოჩნდა რომ იტალიაში უკვე ის კრიზისი იწყებოდა რომელიც დღესობით არის თვალნათელი. ჩვენ უშინაც ვისაუბრეთ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევი კრიზისის არის უცხოელი ფეხბურთელების შემოდინება და მასზე კლუბების მიერ აქცენტის გაკეთება რომ ესე იგი ანუ აქ გრძელვადიან პერსპექტივაზე აღარ არის საუბარი, აქ არის ლოკალურ გამოჯვებაზე, რომ აი ეს თამაში მოვიგოთ, ეს სეზონი წარმატებით დავამთავროთ, მაგრამ 2-3 წლის შემდეგ რა იქნება, ეს უკვე პრობლემა არ არის. აი ეს უნდა მოვიგოთ, აქ რა თქმა უნდა არის თვითონ კლუბების მეპატრონეების თქვათ აზრი, რომ ის ჩადებული თანხა რაც არის სპონსორების მიერ უცბად იქნა სამოღებული იმ ხრივ რომ გაამართლოს აი მოვიგეთ ეს ტურნირი თქვათ ეს ჩემპიონატი მაგრამ აი თქვათ ხვალზე რა იქნება ეს ჩვენთანაც ხშირია სპორტში რომ თქვათ არის ბავშვების გუნდი თამაშობს თქვათ ესა თუ ის გუნდი ჩემპიონატში და თქვათ კალათფურთი ავიღო თქვათ 5 ბავშვია მოედანზე 5 კალათფურთელი თამაშობს და მთელი გუნდი 12 კაციდან მთელი გუნდის სიმძიმე გადადის 6-7 კაცზე იმიტომ რომ 6-7 კაცი არის ლიდერი და მათზეა განპირობებული გუნდის წარმატება. დანარჩენი 5-6 ბავშვი კიდე სკამზე ზის და არ ეძლევა თამაში ჩართვის ის ნაცვლად იმისა რომ ყველა მეტნაკლებად თანაბრად დაიტვირთოს და ის იყოს ანუ წარმატება მოიტანოს თავარია წარმატებაზე ფიქრი. იგივე შეიძლება ითქვას აქ არის მარტო იტალიის პრობლემა არ არის ჩვენი პრობლემაც იყო და არის დღესაც რომ გამოჩენილი იყო წარმოიდგინე ხვიჩა კვარაცხელია და თუნდაც ეს თაობა რომელიც დღეს საქართველოს ნაკრებშია ვიქნებოდით ისე იქ სადაც ვიყავით 10-15-20-25 წლის წინ დამოუკიდებლობის
პერიოდიდან დაწყებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შემსრულებლები მაღალი კლასის ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის ყავდა, არის ხოლმე კიდევაც საუბარი, რომ აი ეს თქვათ არველაძეების და კინგლაძის და ნემსაძის პერიოდის შეილიას პერიოდის ქეცბაია იგივე ის ბიჭები უფრო ნიჭიერები და ტექნიკურები იყვნენ ვიდრე დღევანდელი თაობა, თუმცა ეს საკამათო თემა, კი შეიძლება შემსრულებლები ისინი უკეთესები იყვნენ, მაგრამ გუნდი როგორც ესეთი, რომელიც წარმატებას მიაღწევს და თქვა გულშემატკივარს გაახარებს, ეს ნაკრებია, ფაქტია, დღევანდელი ფორმაცია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და იმედები გვაქვს ნებისმიერ ნაკრებთან გვაქვს იმის იმედი, რომ წარმატებით დავასრულებთ შეხვედრას. ვინც არ უნდა იყოს მოკლედ ამ მენეჯმენტში დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად თავის სამოქმედო გეგმას თუ 900 გვერდს არა, ნუ რამდენიმე გვერდს მაინც დაწერს და გამოიყენებს რეალურ პრაქტიკაში, იმიტომ რომ ხო, ნუ ფაქტია, რომ ინტერესი იტალიის მიმართ აგერ უკვე რამდენიმე დღეა არ ცხრება და ჩვენ ხო დაუბრუნდებით ამ თემას, როდესაც მორიგი, ასე ვთქვათ, ამბავი განვითარდება, ოღონდ აი აქ ცოტა გავჩერდი, იმიტომ რომ არ ვიცი ეს ამბავი როგორ იქნება, დადებითი თუ არ ყოფითი, ხო? ხო, თან აღნიშნავ ფაქტს, რომ იტალიის ნაკრების მონაწილეობა დიდ ტურნირებზე საფეხბურთო იქნება საკალათბურთო. კი, თავისებური ეშხი აქვს ახლა თვითონ იტალია ძალიან დიდი ქვეყანაა, ხელოვნება, თქვა, კულტურა, სპორტი, ყველგან გამორჩეულია. ის ფეხბურთელები, ის თქვა, სიტყვაზე მოედანზე ის თქვა, ქცევა, მანერები იქნება თუ რაღაც გარკვეულ იმას მატებს იმ ტურნირს ეშხს და იტალიის გარეშე უფერულდება, ხო, მაგრამ თავისთავად უნდა დააბრალოს. იტალიიდან საფრანგეთში გადავიდეთ, 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, დღეს საფრანგეთში იწყებს გამოსვლას. ეს არის 6 ერის ფესტივალი, ხო, ასე ქვია. ძალიან პრესტიჟული ტურნირია და თან არც მეტი არც ნაკლები ხვდებით თავად მასპინძელ საფრანგეთს. რა შანსები გვაქვს, რა შესაძლებლობები გვაქვს თავად ამ 6 ერის ფესტივალზეც რომ 6 ერის ფესტივალი 18 წლამდეთა შორის, რა თქმა უნდა, ეს არის მსოფლიო რაგბის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი ტურნირი, 6 ერი რატომ ქვია, იმიტომ რომ ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნები მონაწილეობენ და იქ მიწვეული არის საქართველოს ნაკრებიც. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი გამოცდილება კარიერის აწყობისთვის ქართველი 18 წლამდელებისთვის. რამე თუ ეს იგივე საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, უკვე იტალიაც როდესაც ჩაერთო იტალია, ხო, მეორე წლის წინ ამ 6 ერში განვითარდა, ჯერ კიდევ შორს არის იტალიის დონე იმ დანარჩენი 5 ერის წარმომადგენლებთან, მაგრამ მაინც იტალია უკვე შეიძლება ითქვას ითვლება ანგარის გასაწევ და ძლიერ ნაკრებად დიდ 6 ერში ანუ უფროსებში ჩვენი ნაკრების შესვლაზე მიმდინარეობს, არ ვიცი, ოცნება შეიძლება ითქვას. თუმცა ეს ბოლო ევროპის რაგბი ევროპის ფინალში განსილმა მარცხმა პორტუგალიასთან ეს ოცნება კიდევ უფრო დიდ ოცნებად გვიქცია, ვერწვეთ დღემდე ვერ გამოსულა შეიძლება ითქვას იმ უარყოფითი ეიფორიისგან, რაც მივიღე რამდენიმე დღის წინ პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ, თუმცა ნებისმიერი მარცხი და ნებისმიერი თქვათ საბორძიკება უნდა იყოს აუცილებელი განჭრედა იმ პრობლემებისა, რაც არის დღეს, იგი იმდენად დიდი ფავორიტი იყო საქართველოს ნაკრები აი ამ ტურნირზე რაგბი ევროპაზე, რომ უკვე წინასწარზე იმოვდით და წინასწარ ვიცოდით, რომ ჩემ ამ ტურნირს მოვიგებდით, თუმცა ასე არ მოხდა. ასე რომ ეს 18 წლამდელთა ფესტივალი, რომელზეც დღეს მე-13 იწყებს ასპარეზობა საქართველოს ნაკრები, არის შემდეგი, იმიტომ რომ ბუნებრივია ახალგაზრდული ნაკრებიდან ძალიან ბევრი მაღალი კლასის სპორტსმენი ყალიბდება შემდეგ, ხო, ყველა ლეგენდარულ სპორტსმენს, მორაგბე იქნება, ფეხბურთელი, კალათბურთელი თუ წყალბურთელი გავლილი აქვს ეს 18 წლამდელთა იქნება თუ ასაკობრივი ჩემპიონატები, ასაკობრივი გუნდები, აი მათთან მოუწევს საქართველოს ნაკრების ამ თაობას ბრძოლა, მე-13 მონაწილეობა თავად გამსაჯოთ, ეხლა 2 წლის წინ სხვა თაობა იყო, იცვლება ყოველწლიურად და შარშან სხვა და არიან ბევრი ბიჭები, რომლებიც თქვათ 17-ის იყო და წელს 18-ის არის და ეს მაგრამ ასეთი გვაქვს ერთი მოგება, აი პირველ ჯერზე პირველად საფრანგეთის იგივე საფრანგეთის ნაკრებს ზლია საქართველოს ნაკრებმა 2024 წელს 29 დაუვიწყარი მატჩი
ჯერჯერობით ის პირველი ტურნირი ითვლება საუკეთესოდ ჩვენთვის, საფრანგეთი დავამარცხეთ. შემდეგ მეორე მესამე მატჩი თანაბარ ბრძოლაში წავაგეთ საფრანგეთთან, შოტლანდიასთან 14-ით 22 და ინგლისთან 19-ით 26. ისეთი ანგარიშია, რომ ბრძოლა მთელი მატჩის განმავლობაში მიმდინარეობდა. შარშანდელი ტურნირიც მეტნაკლებად წარმატებული იყო იმ ხრივ, რომ თანაბრად ებრძოlen ჩვენები მეტოქეებს, მაგრამ სამივე მატჩი წავაგეთ. დღეს დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება ვისში, საკურორტო ქალაქ ვისში საფრანგეთთან. ამის შემდეგ უკვე გვიწევს მეორე შეხვედრა, მეორე ტურის მატჩი საქართველოს ნაკრებს 7 აპრილს ინგლისთან ექნება საკმაოდ რთული შეხვედრა და 11 მატჩი შოტლანდიასთან. დაქვე აღნიშნა ისიც იმასაც, რომ ამ ტურნირზე, ფესტივალზე თითოეულ ნაკრებს აქვს ყველა შეცვლის, ანუ ყველა მორაგვის შეცვლის უფლება, ანუ 26-ვე მორაგბე შეეძლება დღეს საფრანგეთთან მონაწილეობა მიიღო საფრანგეთთან მატჩში, ასე რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა და აქტიურად ვაშუქებთ ჩვენ რადიომედი სპორტული სამსახური ნებისმიერ ტურნირის რაგბი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდური სახეობა და რომც არ იყოს არომატებელი, აგერ ჰოკეიზე ვისაუბრეთ, გუშინ ყინულის ჰოკეიზე, სადაც საქართველოს ნაკრებს უნდა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში უნდა გამართულიყო ტურნირი, თუმცა ცნობილი მიზეზების გამო გადაიდო და ტურნირის ჩატარება გადაწყდა საქართველოში. მაგრამ ეჭქვეშ არის, იმიტომ რომ ავსტრალიის ნაკრებმა, ავსტრალიის ყინულის ჰოკეის ფედერაციის ხელმძღვანელობამ განაცხადეს, რომ რადგანაც პირდაპირ რეისი არ არის თბილისამდე ავსტრალიიდან და შესაბამისად ძალიან ძვირი გვიჯდება და ამიტომ ავსტრალია უარს აცხადებს. 6 ნაკრები უნდა ჩამოსულიყო, საბოლოოდ 5 ნაკრები შეჯერდა რომ კი მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ აქაც კიდევ რაღაც პრობლემაა დამატებითი რამდენიმე დღეში გადაწყდება და მით უმეტეს ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება ყინულის ჰოკეის და მატჩებისა, აგერ 2025 წელს შარშან ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე სწორედ ჩვენი ოლიმპიური სოფელი მასპინძლობდა დიღომში მდებარე მატჩებს, ჰოკეის და ტურნირის მატჩებს და ასე რომ ისევე როგორც ნებისმიერი ტურნირი ნებისმიერ სახეობაში საქართველოში ჩატარებულა მაღალ დონეზე და დაუმსახურებია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სპორტული ორგანიზაციების მიერ დადებითი შეფასება, ასევე იქნება ესე სავარია ჩატარდეს. კი ბატონო. წარმატებები უსურვოთ ჩვენს 18 წლამდე მოარაგბეთა ნაკრებს და შენ სხვა სიახლეებს რასაკვირველია დაუბრუნდები შენს გამოშვებებში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის. ამ ფორმატში ჩვენ უკვე მომდევნო კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა.